დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩიმეტი თავისუფლების წევრის აქტივისტ გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი გაიმართა. პროკურატურა მათ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმეები. პროცესის დასრულების შემდეგ ხასაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა, რომ საქმეზე ორი მთავარი მოწმის ჩვენება ერთმანეთს გამორიცხავს. მისი თქმით, დღეს გამოკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ ისინი გამოძიებას სხვადასხვა დროს ცრუ ან დაუზუსტებელ ინფორმაციას აწვდიდნენ. აქტივისტის ადვოკატი ასევე მედიას ეუბნება, რომ საქმის მასალებში პროკურატურამ არ ჩადო ის კადრები, რომელიც ხასაიას უდანაშაულობას დაამტკიცებდა. გამოკითხული მოწმეების ჩვენებით დღეს დადასტურდა ის ფაქტი, რომ ორი მთავარი ეგრეთ წოდებული მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას სხვადასხვა დროს აწვდიდა ან სრულ ინფორმაციას, ან დაუზუსტებელს, ვინაიდან ორი მთავარი მოწმის ჩვენება გამორიცხავს ერთმანეთს. ბუნებრივია, სასამართლო უკლებული იქნება შესაძლებლობას ორივე აღნიშნული ჩვენება გაიზიაროს და მას დააყნოს გადაწყვეტილება, რითაც ჩვენ შევძელით ამის დადასტურება ფაქტობრივად დღეს გამოძიების ჩვენებებით, რომ არც ერთი წარმოდგენილ მოწმეთაგან სანდო არ არის ის მერ მიცემულ ჩვენებაში. გამოძიებლებმა ფაქტობრივად დღეს ვერ მიცეს სასამართლოს სარწმუნო ჩვენება იმ ნაწილში, თუ რა ვითარებაში მოხდა გელა ხასაიას დაკავება. ასევე ამავე საქმეზე დამაგრებული ოქმები და მასში მითითებული დროები მოვლენათა განვითარების იმ თანმიმდევრობას, რასაც აღწერს პროკურატურა დაკავების ნაწილში, არის გამორიცხული. ბრალდების მხარის პოზიციით 1 სექტემბერს თბილისში თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს. ჩადუნელი საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ხასაია მომხდარიდან 1 თვის შემდეგ 29 სექტემბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.